აღნიშნული ვიდეო რგოლი განკუთვნილია ჩემი კოლეგებისათვის და ასევე პაციენტებისათვის. ეხლა ვისაუბრებ ვიტამინი D-ს დიდი დოზების, კერძოდ 50000 საერთაშორისო ერთეულის მიღების უარყოფით მხარეებზე. პირველი უარყოფითი მხარე, ეს არის კალციუმის მომატება სისხლში, ანუ ჰიპერკალციემია. ყველაზე სახიფათო გართულებაა და იწვევს გულისრევას, ღებინებას, მადის დაკარგვას, ძლიერ წყურვილს და ხშირ შარდვას, ასევე სისუსტეს და დაღლილობას. გულ-სისხლთა სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს რთული არითმიები. მეორე, თირკმლის დაზიანება, ანუ თირკმლის კენჭოვანი დაავადებების ხელშეწყობა. ნეფროკალცინოზი, ანუ კალციუმის ჩალაგება თირკმელში. კრეატინინის მატება იმ პაციენტში, ვისაც აწუხებთ ზოგადად თირკმლის დაავადებები და თირკმლის უკმარისობის გამწვავების რისკი. მესამე, კალციუმის ჩალაგება რბილ ქსოვილებში, კერძოდ სისხლძარღვებში, გულის სარქველებში, ზრდის, ასევე გულ-სისხლთა სისტემის დაავადებების გამწვავების რისკს. მეოთხე, ნევროლოგიური სიმპტომები, კერძოდ თავის ტკივილი გაღიზიანებადობა, დაბნეულობა, დეზორიენტაცია და ძილიანობა. მეხუთე, ეს არის ძვლის პარადოქსული დაზიანება. ანუ ხანგრძლივად მაღალი დოზებით D ვიტამინის მიღებისას შესაძლებელია ძვალსასროლიან სისტემაში კალციუმის განაწილება მოხდეს არაპროპორციულად, რაც თავისთავად ზრდის მოტეხილობის რისკს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ზოგადად ვფიქრობ, რომ 5000 საერთაშორისო ერთეული D ვიტამინის მიღება ორგანიზმისთვის უფრო წარმოადგენს ბუნებრივ და სტაბილურ დოზას, ვიდრე ერთჯერადად მიღებული 50000-იანი საერთაშორისო ერთეული დოზა D ვიტამინისა. რამე თუ ორგანიზმისთვის დაბალი ფიზიოლოგიური დოზა არ წარმოადგენს სტრესს და მისი შეთვისება და დამუშავება უფრო ადეკვატურად ხდება, ვიდრე ერთჯერადად მიღებული მაღალი დოზა D ვიტამინისა. ამიტომაც გირჩევთ 5000 საერთაშორისო ერთეული D ვიტამინის დოზა. უფრო ჯანსაღი და სტაბილური ფიზიოლოგიური დოზა და მისი ყოველდღიური მიღება არ იწვევს ორგანიზმში კალციუმის პიკურ ნახტობს. ასევე ამცირებს ჰიპერკალციემიის რისკს და უფრო ახლოს არის ბუნებრივ დოზასთან, ვიდრე ერთჯერადად მიღებული 50000 ერთეული D ვიტამინისა, რომელიც ორგანიზმისთვის წარმოადგენს სტრესულ დოზას.